სალამი მეგობრებო. ჩვენი მერვე ჩაწერიდან მოგესალმებით. დღეს თემა მოვიტანეთ დედმამიშვილობასთან დაკავშირებით. გთხოვეს. და თან საინტერესოც იქნება დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენი მსმენელისათვის. დღეს გვექნება მაგალითებზე, დარჩევებზე დაფუძნებული პოდკასტი თუ პატარა ვიდეო და ვფიქრობ საინტერესო მოსასმენი იქნება, უფრო მარტივი. ასე ვიწრო ჭრილში განვიხილავთ. ჭრილში, კი. რა ვარც მითხარი, მხოლოდ კონკურენციაზე ვილაპარაკებ, ხო? კი ბატონო. პირველი არის მუდმივი შედარება ერთმანეთთან. ზოგადად თვითონაც ადარებენ ხოლმე დედმამიშვილები ერთმანეთს. თავებს და ასევე მშობლები ადარებენ ხოლმე. შვილებს, კი. აი პირველი მაგალითი რაც მქონდა, ეს არის შენი და რა კარგად სწავლობს, მოვა თუ არა სკოლიდან, მაშინვე დაждდება სასწავლებლად და თვითონვე მეცადინობს თქმა არ ჭირდება. შენ რანაირი ხარ, რა დაგემართა? რამდენჯერ გითხარი უკვე 10 ჯერ გაგიმეორე. მოიცა შენ უფროსი დაძმა არ ყოლია, შენზე უფროსი და გადარებნა ვინმეს? მე არ მახსენდება ხარ ზუსტად სწავლის ჭრილში არ მახსენდება, მაგრამ ალბათ კი როგორ არ იქნებოდა ხარ შედარება. ხო, რაღაცაზე შეგადარებდნენ, მაგრამ კონკრეტულად სწავლაზე არ მგონია. ხო, არ მგონია. დედა ჩემი აღნიშნავდა ხოლმე, რომ გიორგი ჩემი ძმა თქვათ, აი არ ჭირდება თქმა და თავისით მეცადინეობს, რაღაცებში არის კარგი, მაგრამ ეს შედარება არ მახსოვს. ბეჯითი შენც იყავი. კი, და შედარება არ მახსოვს თქო, რომ შეიძლება იმისი კარგი რაღაცები აეღნიშნა, მაგრამ ამასთანავე ჩემთვისაც უსვამდა ხალხს ასე რომ აი ეს არ მახსოვს და მაგ ამბავში შედარებები. თქვათ, გიორგი მათემატიკაში ძლიერია, შენ იმაში ხარ ძლიერი და ესე კონკრეტულ სფეროებს გამოყოფ და რაშიც უფრო ძლიერები რაც ძალიან კარგია. გადაუხვიეთ თემას მე მაგ კიდე ხო, ჩვენი პოდკასტი ხო ეგეთია. ხან გადავხვდებით ხოლმე. ხან გადავხვდით, ხან გადმოვხვდით. კი. შენ რა სიტყვი კიდევ შედარებებზე? მე რადგან უფროსი დამყავდა და ის ჩემზე უკეთესად სწავლობდა, მაგრამ მეც არ სწავლობდი ცუდად. ხო. შედარებები ანუ ესე შედარებები რომ ვინმე შევედარებინე არ მახსოვს. სწავლა რო იქით გადადო და სხვა რაღაც, აი მაგალითად ადგება თუ არა შენი და მაშინვე თავის საწოლს ავაგებს და შენ რა გჭირს? რატო არ ავაგებ? ანუ როგორი მიმოყრილია ყველა სფერი შენი ნივთები, ხო გაქვს ადგილი, რატო არ ავაგებ? შენ და სულ დავაგებული. აი ესეთი, და სულ სამყარზე ხა უბრალოდ მაგალითისთვის არა, შეიძლება ძმა იყოს რა ვიცი. კი, გასაღები მომენტი არის ის, რომ გადარებენ დედმამიშვილს და მნიშვნელობა არ აქვს, რაში გადარებენ, ხო? კი ბატონო. კაი, მაგაზე ის თქმა გინდოდა, რომ დედა ეს რა ცუდია? აი კონკურენციას რა აღვივებს უფრო მეტად თქო. ეგ ალბათ კონკურენციას არა ჩენს უფრო შეიძლება აგრესია გაგიჩინოს ან დედმამიშვილის მიმართ, ან შეიძლება მშობლების მიმართ ვინც გადარებს. აგრესიასაც გაგიჩენს. მეორე მაქვს მშობლისაგან პოზიტიური ან ნეგატიური ყურადღების მოპოვება. და ეს ძირითადად აქვს ხოლმე ჩემი აზრით, როცა ახალი ბავშვი თქო უნდა მეთქვა, ან პატარა იბადება სახლში. და პატარა როცა იბადება, რა თქმა უნდა, პატარას სჭირდება უფრო მეტი ყურადღება, რადგან არის დაუცველი, არაფერი თვითონ თავისით დამოუკიდებლად არ შეუძლია ჭამა, ეს. და ამ დროს როგორ იცებიან ხოლმე დიდები, მე არ მყავს ორი შვილი რო შევადარო ისინი ერთმანეთს, ჩემი მაგალითებიც იმდენად პატარაა გასაკი ჩემს შემთხვევაში რომ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ისე მაგალითები და გეტყვი ხა. აი როგორ იცებიან ხოლმე ძირითადად. მაგალითად დედა აჭმევს პატარა ბავშვს. შესულები არიან სადღაც და ეს უფროსი ბავშვი უყურებს შორიდან და უკვე იბოღმება და აი აწובה უკვე და ცუდად არის რაღაც უნდა გააკეთოს რომ დედა მისკენ მოიხედოს და წავა და ჰოპ მოიჭრის მას. ან წავა და ლარნაკს გადმოაყირავს და დაიქცევა ეს წყალი რომ დედა მიბარდეს სასტრაფოდ და ხო აი რა ვიცი ხა ეგეთი მაგალითები. კაი, ესე იგი ერთი არის შედარებები, როდესაც მშობლები შვილებს ადარებენ ერთმანეთს, მეორე არის ეხლა რაც თქვი მშობლების მიმართ აგრესია რო უჩნდებათ? ყურადღება რო უნდა დაიმსახურონ პოზიტიური ან ნეგატიური. ხა ნეგატიური მაგალითები ჩამოვთვალე. ხო, ნუ ყურადღების დამსახურება როცა უნდათ ბავშვებს. კაი, მოდი დარჩენები ვსკოთ და მე ერთი მაგალითი გამახსენდა მაგაზე. აი ეხლა ხანს ვნახე ვიდეო, ძალიან საინტერესო იყო. საკმაოდ დიდი იყო ეს გოგო და ყავდა პატარა ახლად შეძენილი, ანუ დაძმა იყვნენ.
და იყოს ადღაც 8 წლის ან 9 წლის და პატარა სულ ახალი შეძენილი და ანუ რაღაც აგრესია გაუჩნდა, მარტო იყვნენ, რაღაც ოთახის კამერამ დააფიქსირა. მარტო იყვნენ და ჯერ მიარტყა ხელი და მერე უბიძგა და გადააგდა საწოლიდან და დედა მივიდა მაშინვე. აიყვანა რა თქმა უნდა ეს პატარა და ამშვიდა და ეს გაბრაზებული და თან სასოწარკვეთილი და თან დამნაშავედ გრძნობს ეს დიდი ალბათ თავს და კი არა ეჩხუბა მივიდა და ჩაეხუტა და აი როგორი პოზიტიური ეს გამოიჩინა არ ვიცი ყურადღება რაც ზუსტად ჭირდებოდა იმ ბავშვს ალბათ მაგ დროს. იმასაც მოეწევა ჩაეხუტა ხوار აი მე არ ვფიქრობ რომ ქცევა განუმტკიცა ის დარწმუნებული ვარ მე აუხსნიდა რა ხდება რატო ქნა რა დააშავა და ასე შემდეგ მაგრამ აი იდეალური გამოხატულება იყო დედი და გავყვეთ მე მაგალითად რა შენ როგორ ხედავ რა უფრო პოზიტიურად ხედავ ვიდრე მე ხო გააჩნია იქ რა საუბარი წავიდა ხო არა თვითონ ფაქტს რა რომ აი რაღაცა არასასურველი ქცევა განახორციელა ბავშვმა და ვიღაცა მივიდა ჩაეხუტა ხო მაგრამ მაინც ვამბობ რომ გააჩნია შემდეგ რა მოყვა მაგას ანუ განხილვა მოყვა ამ საკითხის რა იგრძნო იმ ბავშვმა იმ დროს დედის მხრიდან მე დარიგებები რომ ეს რო გააკეთეს შეიძლება ბავშვი რა ვიცი სავალალო შედეგები დადგეს და ასე შემდეგ თუ ეგ საუბარი მოყვა ჩემთვის ძალიან კარგი ჩავშალოთ აქვე თუ ბოლოს კი ჩავშალოთ ვიდრე გვახსოვს რომ მე შეიძლება ამაგვივარდეს თავიდან ხო ოკეი ესე იგი შეიძლება ძალიან საყვარლობა ახლა ეგ რასაც ამბობ რა მაგრამ ქცევაზე მუშაობა ეგრე არ არის ანუ ეგრე ასე ვერ იმუშავებ რა ქცევის გამოსწორებაზე იმიტომ რომ ნებისმიერ რაღაცას არასასრულ ქცევას უნდა მოყვებოდეს რამე ისეთი რაც ბავშვის მიზანს ანუ ბავშვს ამ მიზანს არ მიაღწევინებს რა ანუ ან დასრულს რა ვიცი კიდე იყოს თუ ბავშვის მიზანი იყო რომ ყურადღება მიიღო დედისა და მაგ ქცევით დაიმსახურა ის რომ ყურადღება მიიღო ან სიტყვა გამოხატა დედამ ხო? ეგ ქცევა გამტკიცდება და სოციალური გამტკიცებელია ხო? ჩახუტება. ეგ ქცევა გამტკიცდება და სხვა დროს თუ ისევ დააკლდება ყურადღება დიდი ალბათობით მაინც გამოვლინდება მიუხედავად იმისა, რას აუხსნი და რას არ აუხსნი. ამიტომ ასეთ დროს ჯობია ხოლმე რა სიტყვა კი არ გამოხატო. სიტყვა შეიძლება აი პირიქით შეიძლება გააკეთო რა. ჯერ უნდა აუხსნა ჯერ უნდა შედეგი მიიღოს იმისა. მაგრამ გაბრაზებული, გასეცხლებული და თან შეშინებული როა, ამას ხო რა. კუთხეში ხარ დააყენებს ეს. არა, კუთხეში არ დააყენებ, მაგრამ სიტყვას არ გამოხატავ რა. ზუსტად მაგაზე მქონდა კიდევ შემდეგი რაც არის ერთი ერთზე დარჩენის დრო თქო. რა თითოეულ ბავშვს უნდა აი თქვა ყავს 3 შვილი. ერთი არის სულ 1 თვის, მეორე არის თქვა 3 წლის და სამი არის 8-9 წლის. ყველასთვის უნდა გამოინახოს დღის განმავლობაში 15 წუთი მაინც, რომ ერთ-ერთზე დარჩე, გაისერნო სათამაშო მოედანზე, გაისერნოთ უბრალოდ ბუნებაში, ბიბლიოთეკაში რა მნიშვნელობა აქვს. თითოეულს თავისი ინტერესის მიხედვით, რომ უნდა გამონახოს დედამ ან მშობელმა, დედისგან ითხოვენ ხოლმე ამ შემთხვევაში ვერ ყურადღებას. არა მხოლოდ დედისგან. ეხლა მქონდა ზუსტად ეგეთი შემთხვევა რა. ჩვენთან მოვიდა ბავშვი გასაუბრებაზე და ეგეთი სიტუაცია იყო. ძალიან კაი ტიპია რა ეს ბავშვი, ძალიან მაგარი ტიპია. უბრალოდ მშობლებს ბებიას ყავდა მოყვანილი რა. მშობლები არიან ძალიან დაკავებულები. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ესე ყოველდღიურად ურთიერთობენ ბავშვთან, ნაკლებად ხარისხიანია რა ეგ ურთიერთობა, ანუ შინაარსი ისეთი არ არის ამ დავუშვათ მამა ერთ-ერთზე ვერ ახერხებს რომ დარჩეს ბავშვთან და იმასთან ერთად გაატაროს დრო დედა ცალკე ვერ ახერხებს რომ ერთ-ერთზე დარჩეს და იმასთან გაატაროს დრო და როდესაც ფსიქოლოგთან ყავდათ მიყვანილი ამ სამ ჩვენთან მოვიდოდნენ იქამდე ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე იყვნენ ფსიქოლოგმა უთხრა ეგეთი რაღაცა რა ბავშვთან საუბარშიო მამა საერთოდ არ ჩანსო რა ხო მაგრამ საუბრისას არ ახსენებს ან ნაკლებად ახსენებს მამას იმის თქმა მინდოდა მაგით რომ მნიშვნელოვანი ის კი არა რომ 15 წუთს გამონახავ თუ 7 საათს რა მნიშვნელოვანი ის არის გამონახო ხო რაღაცა დრო გამონახო აღარ მაგის თქმა მინდოდა ერთ-ერთზე თუ გაატარებ მაგ პერიოდს კიდე უკეთესი და იმ აქტივობას რასაც აკეთებ მაგ დროს რაღაცა შინაარსი უნდა კონდეს რა პროსტა გვერდ-გვერდ ხედავთ და მე ტელეფონში თამაშობ და ერთად თქვა ფეხბურთი ვითამაშე 10 წუთი რა მოხდა ან თუნდაც ფეხბურთს უყურე ოღონდ ორივე ჩართულები ვართ ხო განვიხილე
მოგიყვეთ. კი, აი მაგას ამბობდი, რომ კი მესმის, რომ დაკავებულები არიან მშობლები და ყველა ეგრე ვართ. მან ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, ზოგჯერ გონიათ ხოლმე ის, რომ აი მაგალითად ბაღში გასეირნება ან პარკში გაყვანა ბავშვისა, ეგეთი აქტივობაა, რომ მშობელი ბავშვთან ერთად ატარებს რა, მაგრამ თუ სადმე ეგეთ ადგილას მიყავს, ან გასართობ ცენტრში, ხო? და იქ არ გაქვს შენ ურთიერთობა, აზრი არა აქვს, ეგ არ ითვლება მაგ დროდ. და რო არ ატარებენ დროს ბავშვთან ერთად, მე ვცდილობენ ხოლმე, რომ ფუფუნების საგნები, ან უბრალოდ არა ფუფუნების და სათამაშოები და რაღაცა ეს ფინანსებთან დაკავშირებული რაღაცები მიუტანონ და ამით გამოისყიდონ და ვერ შეცვლის ურთიერთობებს ხალხნო, ვერანაირად. კი, რაც არ უნდა ნივთები უყიდო ბავშვს, ის დრო რაც შენთან ერთად უნდა გაატაროს და რა დროსაც კავშირი უნდა, თუნდაც ის, აი მე ხომ მოდის ხოლმე თინეიჯერობის პერიოდში, გარდატეხის პერიოდში ცოტა მერე ის რა მშობლების მიმართ შეიძლება კონდეთ პრეტენზია, რომ აი შენ ჩემ გვერდით არ იყავი რა, მაშინ როცა მჭირდებოდა და მშობელს ძალიან უკურს, რომ რანაირად არ ვიყავი, მუშაობდი, არაფერს გაკლებდი, საჭმელი გქონდა, ჩასაცმელი გქონდა, ყველგან დადიოდი, სადაც ხვები დადიოდნენ, რაც გინდოდა, ყველაფერი გქონდა, რანაირად. იგივე შეიძლება ითქვას ემიგრანტ მშობლებსაც. მართლა არაფერს აკლებენ და მართლა გმირები არიან შემთხვევაში. უბრალოდ მეორე მხრივ აქ აკლდებათ სოციალური ურთიერთობები, ბავშვებთან ურთიერთობები. ხო, ეკრანთან ესე ურთიერთობა მაგას ვერ ცვლის რა. ხო, ურთულესი საკითხია ზოგადად ხა ამის ჩაშლა და ჩაყოლა შეიძლება. მაგაზე შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ. ურთულესი ამბავია. პირველად კონკურენცია, ხო, შედარება და კონკურენცია ზოგადად ჩემი აზრით არ არის ცუდი რა. კარგია, უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია. ის კი არა რომ შეადარო ერთი შვილი მეორეს რომ აი ნახე ის რა მაგარია და შენ რა გჭირს, დებილი ხო არ ხარ, შედარი ხო არ ხარ, რა ვიცი მე. ხო, ეგრეც იციან ხოლმე უხეშად გამოხატვა. ხო, ან ორი ძმაა და ერთი ფეხბურთს რატო გადავეკიდე. ეხლა ეს არის ევრობასკეტ კალათბურთის ევროპის ჩემპიონატია და მოდი კალათბურთს ვთქვათ. ერთი ძალიან მაგრად თამაშობს კალათბურთს, მეორეს იმდენად კარგად არ გამოდის. მშობელს უნდა რომ ორივე მაგრად თამაშობდეს. არა და მეორეთ ანვარჯიში უკეთ გამოსცი. ხო, ან არ ვიცი რა. იჭირდეს ხო შეუფერებელი. ბატუძე ხტუმა და ჭოკით ხტომა გამოდის კარგად ან რაღაც არ. ხო და მაგ დროსაც შედარებები კონკურენციას კი არ ზრდის, პირიქით ანუ შეფასებას დაბლაწევს და აგრესიას ზრდის შობლის და ან დედმამიშვილის მიმართაც რა. და სულ არასაკმარისი ვარ, არასაკმარისად კარგი ვარ ამაში და უნდა ვიყო კარგი. და მე თქვა შეიძლება ის ადამიანი გაყვეს კიდეც იმ კალათბურთს, მაგრამ უბედური იქნება, იმიტომ რომ არ მოსწონს იმის იკეთება, რაც უნდა. და ძალიან ბევრი ვიცი ეგეთი რომ მიყვა ამ შობლის არჩეულ რაღაცას. პროფესიას მაგალითად. ხო, იმიტომ რომ ეს არის ოჯახური პროფესია. ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს. ბედნიერები და კი, აი შენ გარშემო რამდენი ადამიანი იცი, ვინც უნივერსიტეტში რაც ისწავლა, იმ პროფესიას გაყვა? ჩემი თავი პირველ რიგში რომ მე არ გავყევი იმ პროფესიას. ხო. არა, რამდენი იცი, ვინც გაყვა? ცოტა ვიცი, მაგრამ ეხლა ან ჩვენი შემდეგი თაობა უფრო გაყვა კიდე. უფრო მოდის ისეთი ტენდენცია, რომ აი ირჩევენ იმას, რაც უნდა. უფრო პრაქტიკული ტიპები არიან, ვიდრე ჩვენ. თუ არა და მაშინ რაღაც პროფესიულ საქმიანობას ეუფლებიან და ის მისდევენ. ან უფრო მოდის ეგეთი. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც უბრალოდ იმიტომ ჩააბარა, რომ რა ვიცი, დიპლომი ქონოდა რა. ანუ ის კი არა რომ სწავლა უნდა და ან რაღაცა, უბრალოდ დიპლომი ქონოდა. ან შეიძლება არასწორად აირჩია. ხო, და ეგეც პროფესია. არა მხოლოდ ჩობლის, ეგ შეიძლება თვითონაც შეცდა არჩევანში რა. ეგ შეიძლება, მაგრამ უფრო და ცოტა ვარიანტია რომ შეცდა და უფრო დიდი ამბავია რომ შობლის შარევა იყო. ეხლა ჩვენი ერთ-ერთი ნაცნობი მეუბნეოდა რომ აი ბებია ჩემსო გავუკარიო ეს დიპლომიო და წავედიო და მე სხვა რაღაც ვისწავლო, იმით მუშაობს და ძალიან მაგარი შემოსავალი აქვს, ძალიან ბედნიერია და თავს ივითარებს და მთლიანად, მაგრამ ბებიამის დიპლომი აქვს. მან ერთი კიდე ის არის რომ ანუ მაგ შემთხვევაში ხო უბედო რომ წარმოიდგინე 4 წელს მინიმუმ კარგავ იმისთვის რომ რაღაცა ისეც აკეთებ და დიდად დაკარგულად არ მიმაჩნია ხოლმე მე 4 წელი, იმიტომ რომ აი გერმანიაში არის ეგ პრაქტიკა, როგორც კი ამთავრებენ სკოლას, მიდიან ხოლმე სხვა ქვეყნებში ეს 1 წელი, მოხალისეობრივი საქმიანობით, ჯარში გინდა თუ ასე შემდეგ. ხო, რომ უბრალოდ გაიგონ რა უნდათ. და მე როცა ბრუნდებიან, მე აბარებენ უნივერსიტეტში და ეს 4 წელი რეალურად ჩემთვის დაკარგული არ იყო, იმიტომ რომ ძალიან ჩემ თავში ჩავედი.
პირველ შენ რიგში და გაინტერესებს და მაგიტო. ხო, თორე წარმოიდგინე ახლა შენ რო ცხოვრებისეული გესწავლა გამოცდილება იყო მაინც ახლა ნებისმიერისთვის რა. სად 1 წელი, სად 4 წელი რა თქმა უნდა. შენ რო გესწავლა ფიზიკა. ან რა ვიცი რამე რაც არ გაინტერესებს რა. ხო. ეგ ტანჯვა იქნებოდა. ხო, ანუ გამოცდილებაც რა თქმა უნდა, მაგრამ ტანჯვა. მე ძალიან უბედური ვიქნებოდი 4 წელი ფიზიკა რომ ესწავლა. მე ჭკუიდან მე გადავიდე. საერთოდ არ ვიქნებოდი მე მგონი. ეჭვიანობა მაქვს მესამე. ბავშვები რა ერთმანეთზე ეჭვიანობენ? დიდმამიშვილები? კი ბატონო. ხო. მაგაზე რა მაგალითები გქონდა? რა აქვს რამე მაგალითი? კი, გეტყვი რა მაგალითი მქონდა. მაგალითად, ბედების აქვს ჩემს უმცროს ძმას, მოუტანეს საჩუქრები, რა მაგარია ყურადღების ცენტრშია და მე რატო არა? მეც ხომ მინდოდა საჩუქარი გავფშიკე ფეხები. შენც ხო გაქვს დაბადების დღე, შენც მოგიტანა. აი, და რატო აქ იმას სამხელა ყურადღება, ყველა იმას ეხება, კოცნის ულოცავს, ყველა იმას აძლევს საჩუქარს. მე სად ვარ? რაღაც ჩრდილში რატო ვდგავარ? და ვეჭვიანობ ამ ბავშვს რომ რატო? და გადაწყვეტა როგორი გაქვს მაგისა? და დედა და მამა წავიდნენ საჩუქრები უკიდეს და მე არ მიყიდეს. მეც მინდა და იქაც გავშიკე ფეხები კიდე. გავშიკე რა უჭერს? ხო, ეგ არის ეჭვიანობა. გადაწყვეტაზე მე ვილაპარაკოთ. უბრალოდ ეხა მაგალითები თქვა და მე რჩევებზე ცალკე გადავიდეთ. ხო, ერთი რაც მე მგონი აღსანიშნი გვაქვს არის რომ ნიშნულობა აქვს ხოლმე კიდე რიგითობას რა, დედმამიშვილებს შორის. იქ სხვაგან ხო არ ქონდა კიდე წინასწარ? არა, თქვი აქ და მე კიდე ჩავშალოთ. მაგალითად ის პირველი შვილი როცა არის, სქესაც მნიშვნელობა აქვს. პირველი შვილი როცა მშობლებს გამოცდილება არ აქვს ბავშვის აღზრდისა, ხო? გაზრდისა როგორი ყურადღება ჭირდება. თეორიული გამოცდილებაც არ უნდა ქონდეს, ესეც ნაკითი სხვა არის რა. ამიტომ როგორც წესი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ ხოლმე რა, პირველი ბავშვობის ასაკში ვამბობ. მე თუ მეორე შვილი ჩდება ხო, მეორე შვილზე რაღაცა ტიპის გამოცდილება უკვე აქვს და რაღაცები შეიძლება უბრალოდ გაატარონ რა, რაც იციან რომ წინა გამოცდილებიდან რომ ისეთი მნიშვნელოვანი არ არის. ხო, ნაკლებად ინერვიულან რაღაცეებზე ესეა კი. ხო. მაგრამ მან ნახე როგორი ამბავი ხდება მე რომ ის პირველი შვილი მიჩვეულია იმას რომ ყურადღების ცენტრში იყოს სულ და ნებისმიერ რამეზე შეიძლებოდა რომ მშობლების ყურადღება ამაზე ყოფილიყო მიმართული და ეხა უკვე განაწილება ჭირდება რა და შესაბამისად ეჭვიანობა შეიძლება წამოვიდეს მან ბუნებრივია რომ წამოვა ბუნებრივია და არ ვიცი მე დედმამიშვილი რო არ იყოს ეჭვიანობა მაგრამ არ ვიცი სქეს აი დავუშვით მესამე შვილი თუ დაიბადება კიდე ყველაზე დაჩაგრულები შუა თანაშვილები ვართ ხოლმე როგორც წესი. მესამე შვილი როცა დაიბადება მე აღნიშნავ კიდე შუა თანა სამაგიეროდ სხვა რაღაცები უმუშავდება მაგრამ კი. ანუ ყველაზე პატარა ვინც არის რა? მე ის არის განებივრებული ყველა. შედარებით, იმიტომ რომ გამოცდილება ბევრი აქვს დაგროვებული. რაღაცებზე ნაკლებად ღელავენ უკვე და გარდა მაგისა ბოლო შვილი თუა შესაბამისად უფრო სასაკში აჩენენ ხო? ამიტომ ცოტა იქითკენ მიდის რა უკვე ბებიაშვილის ურთიერთობისკენ აფაშვილის ურთიერთობისკენ ვიდრე მშობელიშვილისა. შემდეგს ვიტყვი. ხო. კონფლიქტი და ჩხუბი წვრილმანებზე თქო. აი შენ ორი დაგყავდა და აბა რაზე ჩხუბობდი? კონდეთ დაჭმა ყველაფერზე? გოგო, არ მახსოვს. აი რაზე ვამბობ იცი? არ მახსოვს რომ რაღაცაზე ერთმანეთი დაგვეჭამოს რა. მახსოვს რომ გიორგისთან ძალიან ამტორული განწყობა მქონდა გიორგის მიმართ მართლად ძალიან ვჩხუბობდით ხოლმე ყველაფერზე. მაგრამ მაგალითად რაზე? ყველაფერზე შეგვეძლო ჩხუბი. სათამაშოზე შეიძლება გეჩხუბო. მაგალითად ჩემი ნივთები მე ძალიან მიყვარდა წესრიგი. ჩემი ნივთების ანუ დედაჩემ ასე კარგად გააკეთა რომ იმას თავისი კუთხე ქონდა, მე ჩემი კუთხე მქონდა და იქ რომ რაღაც იღებდა თავის წინდას ვერ იპოვიდა, ჩემსაც იცვამდა. შეიძლება აი აქამდე ამსლო და გაბრაზება რა. მოიცა შენ წინდებით დადიოდა, გოგოს წინდები ეცვა. всё. ხო და მე მაგის თქმაც მინდა ჩვენიერი მაგალითი იყო მე მგონი. მართლა წვრილმანებზე ჩხუბია. ეხაც არ მიყვარს ჩემ ნივთებში რომ იქეკებია. და მე მეგობარმა რო აიღოს? დავკითხავთ არ მიყვარს. არა, ანუ აი რო ათხოვებენ ხოლმე რა ერთმანეთს ტანსაცმელს. თხოვება კი რავი, არაა პრობლემა, ხა წინდას რო არ ათხოვებთ ტანსაცმელზე, არაა პრობლემა. დავკითხავებაზე მაქვს მე საუბარი და გიორგი კიდე უყარდა ხოლმე ხურდებს პარავდა. აი ეს ხო საერთოდ არ იყო, ხა ერთხელ მახსოვს ქილა ჩავარტყი თავში, მაგის გამო კიდე გადავალეწე ის აწყალი.
დააჯდა აი მე რაღაცა განსხვავებული მაგალითები მაქვს რა. ეგეთი ის არ მახსოვს რომ რაღაცა წვრილმანებზე გვეჩხუბოს წვრილმანებზე ისედაც არ ჩხუბობდით ხოლმე. ჩვენი ნივთები გქონდა, ჩვენი ოთახებიც გქონდა. თავიდან ერთ ოთახში ვიყავით, მაგრამ რომ გავიზარდეთ, მე ცალ-ცალკე ოთახებში ვიყავით. დაჟე იმდენად რომ ხურდებზე გამახსენდა რა, მე ვიყავი სკოლას ვამთავრებდი, თუ რაღაცა მე 11 კლასში ვიყავი და როცა ვიმზადებოდი ხოლმე გზის ჩემი და სტუდენტი იყო მაშინ და იმის სამგზავრო ბარათს ვიყენებდი რა. უფრო იაფი იყო თუ რატო ვიყენებდი არ მახსოვს. და სამგზავრო ფული რაც გქონდა, იმას ვაძლევდი. ჩემდას და რადგან დაგიზოგა? ხო, და რა კეთილი ბიჭი. თან გქონდა ყულაბა და ჩემი და თურმე ჩუმატყრიდა ჩემ ყულაბას. ეს რაღაც სულხან საბას იმას იგავარაკს. არა, მართლა ეგრე იყო რა. მართლა ზუსტად ეგეთი ხა სახელი არ მახსენდება. ძმები რო არიან, ერთი დაქორწინებულია, მეორე ძმაა და კი, რა ქვია არ მახსოვს. ხო და ის ელის მოკითხავდი, იქიდან კარგად მახსოვს. ის უყრიდა ხოლმე ქერს და ხო ის კიდე აქეთ რომ იმას ოჯახი ყავსო და ის მარტოა არავინ ყავსო და კი. ცრებლები წამომივიდა. არა, მართლა ეგ ანუ მართლა რეალურ სტოპი რა, ეხა ის მინდა ოღონდ so sweet რა მეკეთი რა. მაგრამ იყო ეგეთი აშკარა. კიდე რა გქონდა ეგეთი? განაწილებული გქონდა საქმეც ისე რომ წვრილმანებზე არ გვიწევდა რა ჩხუბი. ხო, საქმეზე მე რა გადავგთხოვარი ელაპარაკო ჯერ. კაი. პატარა დას რაც შეეხება, პატარა დას უფრო ვაწვალებდით ხოლმე რა, ვიდრე წვრილმანებზე. ხო, რადგან განებურებული იქნებოდა ზუსტად ვიცი და გიქნა. თან ჩვენთან შედარებით სადღაც 5-6 წლიანი სხვაობა ჰქონდა და რაღაცებს უჩალჩებდით ხოლმე, არ ვიცი ქართულად როგორ უნდა ვთქვა ეგ. ხო, ხაფანგებს უგებთ რაღაც, რა ვიცი. ხო. აი ასე რომ ეს წვრილმანებზე ჩხუბი ჩვენი არ მახსოვს, მაგრამ ნუ რა პრაქტიკაში რასაც შევსწრები ვარ, განსაკუთრებით თუ ერთი სქესის არიან ხოლმე რა, მაგ შემთხვევაში ხშირია, რომ აი სათამაშო მოუტანეს და ერთს უნდა თუ მეორეს უნდა კიდე გამახსენდა ჩემზე და ჩემდაზე. მაგარი კიდე რამე სულხან საბას იგავიდან თუ დაახლოებით. როდესაც იმას რამე ტკბილეულს გვიყიდნენ ხოლმე რა. ყოველთვის უნახავდით ერთმანეთს. არასდროს არ ჭამდით, ისე რომ მეორესთვის არ გაგვინაწილებდა. მაგრამ გიორგი იყო ღორმოცელა. მახსოვს და ჯერ ხო საერთოდ შენ წინდებს იცავდა ტკბილეულს არ გიტოვებდა. ხუდებს მყარავდა. კი, იყო ეგეთი რა ვქნა ღორმოცელა იყო. ეხა აღარ არის, ეხა ძალიან კარგი დაძმობა გვაქვს. ხო, ჩემ მეორე დაზე კიდე ეს მაქვს რა, ეგ უკვე დასრულობაში როცა გავიზარდეთ, ეხა ჩემზე მეტი შემოსავალი აქვს. ძალიან მიხარია. რაღაცა თუ მჭირდება ხოლმე, ძალიან თავისუფლად ვარ რა. ხალხაშლილია, ძალიან კაი. ხო, ანუ მარტო თანხას არ გულისხმობ მაგ შემთხვევაში ემოციური მხარდაჭერა თუ მჭირდება, იმედია მეც ეგრე ვარ იმის მიმართ, იმედი მაქვს. კი, წვრილმანებზე გეტყვი იმას, რომ მაგალითად უფროსმა აიღო სათამაშო და უნდა რომ ითამაშოს და ამ დროს ხო პატარასაც მაშინ უნდება ხოლმე ზუსტად ის სათამაშო და იმით თამაში. ხო და აი ამ წვრილმანებზე მე მოვსდით მთელი ამბავი და დედა და ხო, არა, ეგეთი არ ქონია. კი. ჩვენ ვაწვდით. შეიძლება უბრალოდ არ გახსოვს ვეგასაკი რა. ვატირებდით ხოლმე. შეიძლება არ მახსოვს. ხო და ზუსტად ახლა კარგად მივადექი იმ ამბავს, რომ კონფლიქტებში დედა და მშობელი ზოგადად რა თქმა უნდა ეს ფიზიკურ კონფლიქტს არ ეხება, ნაკლებად უნდა ჩაერიოს, უნდა ეცადოს, რომ მივიდნენ ბავშვები იმ მდგომარეობამდე, რომ რაღაცნაირად შეთანხმებას მიაღწიონ და ამით თანამშრომლობასაც სწავლობენ, კონფლიქტების მოგვარებასაც სწავლობენ და მთელი ამბები. წარმოვიდგინე. ხელი ჩეხება, არ უნდა მივიყვანოთ ამან საქმე, დედა ყურადღებით უნდა იყოს, მაგრამ კონფლიქტში ეცადეთ არ ჩაერიოთ დიდად და ხელთ თუ ეხებიან რომელიმე მხარე არ დაიჭიროთ მით უმეტეს. ხელთ თუ ეხებიან მაშინ ავშვები. უსაფრთხო გარემოში გადაყვავს, მაგრამ მაინც იმას ვერ ვიტყვი, რომ აი იცი რა, ვაშა მართალია და ეხა შენ აბა მიდი და უთმე ან რაღაცა იქ. ხო, არა, წარმოვიდგინე რა, ბიჭები ბავშვობაში ხშირად იყო შემთხვევები, როცა ჩხუბობდით ხოლმე, ხო? მე ძმა არ მყავს, მაგრამ შენ ძმასთან მაგალითად, ან არ სხვა ბიჭებთან ერთად რა. იმის გამო კი არა, რომ და რაღაცა ერთმანეთი გვეცემა. არა, ეს ბიჭებს გახასიათებთ ხოლმე ჭიდაობები და უბედურებები, რაც ძალიან არ მომწონდა. მაგრამ მე დედმამიშვილებზე ვამბობ ახლა.
ხო, ну შეიძლება ისინიც ასე არიან, ხო? შეიძლება ეგრეც იჭიდაონ. კაცის ბუნება არის ეგეთი, რომ რაღაცეებში უნდა რომ თავის თავი გამოცადოს, სხვა ტიპთან. კი, მესმის, მაგრამ ეს დედმამიშვილებზე ვამბობ, დაძმა იყოს. ну, დაძმების ჭუბი არ გაგია. მე და ჩემი და ჭიდაობდით მასე. კი, ჭუბზე მაქვს საუბარი. შენ გაქვს ჭიდაობაზე საუბარი, რაღაცა გასართობად, გართობის ამბავში და მე მაქვს უშუალოდ ჭუბზე. აი მე რო ჩემს ძმას ჩავარტყი ქილა. უშუალოდ დაზიანებამდე არ უნდა მივიდნენ და დანარჩენი ახლა ხშირად არის ხოლმე რა კონფლიქტები აქვთ და კონფლიქტები უნდა ქონდეთ. ცუდი არ არის. ისწავლიან აუცილებლად მოგვარების გზებს. და გამოირყვა მე მართალი ვინ არის და კითხვა არის რომ მშობელმა რა უნდა ქნას მაგ დროს? მაგ რჩევებზე მე გადავალთ. უბრალოდ რაც აქვთ ხოლმე და კონკურენციის დროს რაც ჩნდება, აი ამებს ვთვლი ახლა. ჩამოყევი. ოკეი. რაც მაქვს კიდევ, სწრაფად გაბრაზება ერთმანეთზე და თუ ერთი გრძნობს რომ მეორე უპირატეს მდგომარეობაში იწყებს გამიჯვნას და აგრესიასო და აი ეს დაბადების ხის მაგალითიც მშვენიერი იყო. ხო. ოკეი. ნუ უპირატეს მდგომარეობაშია ერთი და მეორეს ძალიან აკლდება ყურადღება და საერთოდ არ მგონია ეგ მასე რომ დაბადების დღეზე ერთი უპირატეს მდგომარეობაშია და მეორე არა. მასეც უნდა იყოს. მასეც უნდა იყოს, მაგრამ ბავშვს არ ესმის. მე რა. ბავშვს უნდა რომ თვითონაც ყურადღება. კი, უბრალოდ ახლა 3 წლისაც გააგებინე, აბა. არა უშ. 2 წლისაც გააგებინე, რომ 6 წლის გახდა მისი ძმა და ის რა ქვია. თვითონ კი არ არის ყურადღების ცენტრში, იმას მიუტანეთ საჩუქრებს. კონკრეტულად საჩუქარზე თუ ალაპარაკი? ლაპარაკი რა თქმა უნდა და ისედაც რაღაცა. მან შეიძლება ის აკრობს ტორტს. გამოსავლის გზებს ჩამოვთქვით მე რა უნდა. თუ ვიდა აქვე ვთქვათ რა ეხლა. არა, მე დაგეგმილი როგორც გაქვს, ისე მოხდა. შენ ხო გეგმისგან გადახვევა არ გიყვარს ხოლმე? როგორ არ მიყვარს? მე უფრო მარტივად მიყვარს კიდე ეგ. გადავიდეთ რჩევებზე, ძალიან საინტერესო იქნება. ოკეი. გადავიდეთ. შედარებაზე იყო პირველი რაც თქვი მაშინ თუ შედარებაზე პირველი არის ის, რომ შენ ხوار დაიწყებ. არა, მივცეთ რჩევა, შობლებს. პირველი არის ის, რომ სულ უნდა გვიტრიალებდეს თავში, რომ არასდროს არ შევადაროთ ერთი შვილი მეორე შვილს. მე მგონი ეგ ადრეს თქვით რომელიღაცა ეპიზოდში. და ხშირად გავიმეორებთ კიდევ. ხო. და არც ჩვენი შვილი არც მეორე შვილს შევადაროთ, არც სხვა ბავშვებს არ შევადაროთ. განსაკუთრებით ნეგატიურ ჭრილში. რატო კაი კითხვაა, იმიტომ რომ ეგ ჩვენ კი გონია ხოლმე რომ მაგას იმისთვის ვაკეთებთ რომ мотиваცია გაუზარდოთ. მაგრამ სინამდვილეში პირიქით დემოტივირებას იწვევს რა. რომ აი წარმოიდგინე თუ მე რაღაცა არ შუბის ტყორცნა არ გამომდის კარგად და ვიღაცა ჩემ მეზობელს ან ჩემ ძმას კარგად გამოსდის და მეუბნებიან იმას მადარებენ, რაც არ უნდა мотиваცია მქონდეს, იმაზე უკეთო ვერ ვისვრი. ანუ სულ რომ მაქსიმუმი ჩავდო ჩემი, იმაზე უკეთ მაინც ვერ ვისვრი, იმიტომ რომ რაღაცაში შემიძლია რაღაც კეთება, რაღაც კეთება არ შემიძლია. თუ მაგნაწილში დემოტივირებას გამიკეთებ და მეტყვი რა შენ ძმას ისე შენ როგორ არ გამოგდეს, აი, მაინც ძმას თქო ხედავ შუბის ტყორცნაზე, სექსისტი ვარ. იმას კარგად გამოდის და შენ არ გამოგდეს, ეგ არა მარტო მაგ შემთხვევაში დამიგდებს თუ შეფასებას, არამედ სხვა რაღაცა რისკეთებაც მომწონს, იქაც შეიძლება დამიწიოს რა. ხო, იმას აღარ მიაქცე უფრო მეტ ყურადღებას, მე აქეთ რომელიც არ გაინტერესებს სიმღერას. თუ მეტყვი რომ წარუმატებელი ტიპი ვარ და მადარებ სხვას, მოვიგებ მაგროლს და კი წარუმატებელი ვარ ამაშიც, სხვა საქმეშიც, სწავლაშიც. აი, თუ შეფასებაზე ძალიან მოქმედებს. შემდეგს ვიტყვი თუ შეიძლება. კონფლიქტებში მინიმალურად ჩაერიეთ, აი, წაგანაც გქონდა. რადგან არ უნდა ჩაერიოს მშობელი, როცა ბავშვებს კონფლიქტი აქვს. როცა არა, მაინტერესებს შენგან. აი, სათამაშოს ვერ იყოფენ და ეს წვრილმანი კონფლიქტი. წვრილმანი კონფლიქტი თუ არ სწორი იყო რა, ეგ რას თქვი ჩემი აზრით, რა თუ კი უსაფრთხოებას არეხება, ხო, ფიზიკურ უსაფრთხოებას რა, ან მენტალურ უსაფრთხოებას, იქამდე ჯობია რომ არ ჩაერიო, იმიტომ რომ ცადონ რაღაცები თვითონ მოაგვარა. იმის გამო რომ ისწავლონ საკუთარი ემოციების სწორად გამოხატვა, ნახე იმას გულს ხომ რომ ეგ გამოადგება შემდეგ სხვა დროსაც ხო მომავალში. დიდობაში. ზრდასრულობაში. იმიტომ რომ თუ მხოლოდ ერთი პოზიციიდან უყურებს და მეორე ადამიანის პოზიციას არ გაიგებს, ყოველთვის იქნება
ეგოცენტრული ხა? ემპათია არ განუვითარდება და სხვა პერსპექტივიდან ვერ დაინახავს. და მიუღებელი იქნება სოციუმისთვის, საზოგადოებისთვის. და თუ ეს არის რაღაც ტაქტის. იმაში შორე. თუ ანუ ეგ უნდა ისწავლოს ადამიანებთან ურთიერთობაში. ბავშვობაში ყველაზე კარგი ვისთან შეიძლება ისწავლოს არის თავისი დედმამიშვილი. პირველი კომუნიკაცია ვიღაცასთან. Yes, და თან მშობელი არის მაგ დროს ნეიტრალური ხო? ნუ მაინც არის ხოლმე ის რომ რომელიღაცა უფრო მეტად მოწონს ვიდრე მეორე, მაგრამ იდეაში მაინც ნეიტრალურ პოზიციაზე. ნუ ეს არ თქვი სწორად ახლა რომელიღაცა უფრო მშობელს აქვს ორი შვილი ყავს თუ ხუთი შვილი, რა მნიშვნელობა ყველასთან აქვს ინდივიდუალური სიყვარულის განცდა თუ მეტნაკლებად არ უნდა თქვა ჩემი აზრით, არ არის სწორი. ანუ იმიტომ რომ მე რომელიღაცის მიმართ უფრო დადებითად არის განწყობილი კი, მაგრამ გრძნობებს რაც შეეხება ჩემი აზრით ყველას მიმართ ინდივიდუალური აქვს, მეტნაკლებად არ არსებობს. არა, მაგას არ ვამბობ, რომ რომელიმე არ უყვარს, ან რომელიმე მეტად უყვარს ან ნაკლებად. განწყობილი შეიძლება იყოს ხო, განწყობა. ანუ რაღაცა შეიძლება დედის ხასიათი უფრო მეტად გამოყვა და მაგის გამო შეიძლება იმის მიმართ უფრო კონდეს არ ვიცი, მე არ გამომიცდია, მაგრამ დადებითი განწყობა. არის ხოლმე ეგ არის. კაი და რაღაცების უარყოფა არ გვინდა ხოლმე, რაც ადამიანური და ბუნებრივია. ხო, კაი და თქვა და ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა საქმე, აი რა უნდა ვქნათ მაგ დროს, წეგან კი რაღაც პატარა შევახეთ. ხო, ფიზიკურ დაპირისპირების დროს ეგრევე ორივე ვაცილებთ. თუ ერთ ოთახში ვცხოვრობთ ყველა მთელი ოჯახი, ერთს გარეთ გავაგდებთ, მეორე სახლში დავტოვებთ, ან ორივეს გარეთ გავაგდებთ, თქო სხვადასხვა სივრცეში. იქამდე სანამ არ დამშვიდობიან, ცალ-ცალკე ვესაუბრებით ორივეს. დამშვიდების მერე? ხო, კი. დამშვიდობის მერე თუ დედა და მამა ესწრებიან, ჯობია ერთს ერთი გავყვას, მეორეს მეორე გავყვას და მერე შეიცვალა რა. და უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი. რომ აი მე ეს არ მომეწონა. ისე თვითონ დაიწყონ თვითგამორკვევა. ხო, ჩვენთან ემოცია დახარჯოს, რომ აი ეს ვიყავი და ან თუ ტირის ეს რაღაცა სანამ იტირებს იქ დაიცალოს ჩვენთან, როცა უკვე შედარებით მშვიდად არის, მაშინ დაიწყოს უკვე საუბარი იმასთან, დასთან ან ძმასთან. რომ მე არ წამოგაძახოთ, რომ აი შენ სულ იმის მხარეს იჭერ ხოლმე და წავენიე მაგენ. ხო, მაგიტო თქვი ისიც, რომ ჯობია გაცვალონ რა როლები მერე. როლები კი არა, ბავშვები. აი ამასთან თუ ხარ მე. ბალკები. ხაზი გაუსვათ თანამშრომლობას, თქო შემდეგი რაც არის და ძალიან საინტერესოა ეს და რა მაგალითები მქონდა გეტყვი. მაგალითად ოთახი არის დასალაგებელი, წეგან რასაც ამბობდი შენ და მე აღარ გამოყევი რომ მე განვიხილავ თქო. მე ჩემს ოჯახშიც და შენს ოჯახშიც მახსოვს რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვნად მიჩნევდა. წესად გქონდა რომ მე და გიორგის ოთახი დაგველაგებინა, ყველას თავის ნივთები მოეწესრიგებინა. გიორგი ჩემს თითქმის 2 წლით პატარა არის და იმას რა თქმა უნდა ხა იმდენს არ მოთხოვდნენ რამდენსაც მე. ანუ პასუხისმგებლობის გრძნობა, პასუხისმგებლობა გადანაწილებული იქნება ასაკების მიხედვით. თუმცა წესები ორივეზე ერთნაირად ვრცელდებოდა. გიორგის რა თქმა უნდა დასალაგებელი უნდა მოხსენილიყო, მეც ასევე და ნამდვილი მივიღებდი ჩეკებას და ასევე ვისწავლდი თანამშრომლობას ერთმანეთთან ამ დროს. ნამდვილი ფემინისტური ოჯახები ყავდა. ხო, ძალიან ვამაყობ ამით. ხო, ეგ თქვენთანაც იგივე იყო ზუსტად. მეც მახსოვს შენთანაც ჩვენთან საერთოდ რაღაცა ჩვენ კაი სოფელი გქონდა ძირთად ეგრე იყო ხოლმე რა. სხვა მეგობრებზეც ვიცი რომ ისინიც ხო, თუნდაც ბიჭები ყავდა ჩვენი ძმები და ისინიც გადანაწილებული ჰქონდათ ეს სახლის ამბებით კიდე და საერთოდ უფროსიდებიც ყავდათ. ოღონდ ნახე ჩემთან იყო ეგრე. როცა ცოტა უფრო გავიზარდეთ თავიდან რა პატარა ასაკში სუფთად განაწილებული გქონდა, ორივე ყველაფერს ვაკეთებდით. მათ შორის რა ვიცი, დალაგება, გამოწვენდა, ყველაფერს რა მოკლედ. როცა ცოტა უფრო მეტად გავიზარდეთ, სქესიდან გამომდინარე, მე გადანაწილდა ესენიც რა, დაბარვა და თოხნა და ხო, აი სოფლის მეურნეობის სამუშაოები რაც იყო უფრო ჩემზე იყო და სახლის სამუშაოები რაც იყო უფრო ჩემდებზე იყო რა. ეგეც ბუნებრივი მგონია, მაგაში ცუდი არაფერი არ არის, რომ სქესის მიხედვით გაანაწილა ხო, ანუ წესები არსებობს, ისევ პასუხისმგებლობაც რჩება. ხო. ორივე მუშაობს, ორივე საქმეს აკეთებს. ხო, ეს უფრო ისე გავყევით და ძალიან მარტივად და შეგიძლიათ აი მაგალითად ფაზლის აწყობა. ან ლეგოს აწყობა. ან საჭმლის მომზადება რაღაცა მინიმალური ინგრედიენტები რო დაჭრან. მან ლეგოს და ფაზლის აწყობაზე გადაწყვეტ. თანამშრომლობაზე ში იდეალურად გამოადგებათ მომავალშიც მერე. კი, გახსოვს ჩვენ ის გქონდა ხოლმე.
მონოპოლის რო თამაშობდით ხოლმე რა. ხო, სამაგიდო თამაშები კარგია. სამაგიდო თამაშები მაგ ოჯახისთვის. ხო. ეხლა გვაქვს ჩვენ უამრა. კი, სხვათა შორის ძალიან პოპულარული გახდა და ძალიან მომწონს ეგ რა. ურთიერთობას ოჯახის წევრებს შორის ძალიან კარგად ხელს უწყობს ძალიან კარგად რა. ბავშვის განვითარებას ხო საერთოდ სულ ვაჩვენთ ერის ხოლმე. მაგრამ გარდა ამისა ჩვენ ბავშვობაში გვქონდა ისიც რომ როლური თამაშები ეგეც სადღაც ვახსენეთ. კი. ეგოცენტრიზმის დროს მგონი აი როლების გაცვლაზე. ხო. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია მაგ თანამშრომლობის სასწავლებლად რა. კი, სხვის პერსპექტივიდან რომ დაინახო რაღაცეები. შემდეგზე გადავალ თუ შეიძლება. ეს არის სამართლიანი წესების დანერგვა თქო. ეს აი წეღან ვახსენე. აი მანდ უკვე სქესობრივი სხვაობები არ არის ჩემი აზრით რა. ხო, აი წეღანაც ვახსენე რომ ორივე ბავშვს ერთ და იგივე სათამაშოთი უნდა, ზუსტად ამ წამს ორივეს თამაში. და ამ დროს თუ მაგაზე ჩხუბობენ, ანუ რიგში ჩადგომას ვასწავლით, რომ ორივე ერთად ვერ დაიბანთ ხელებს, უნდა ჩადგე ჯერ იმანქნას, მერე შენ და ასე შემდეგ. რიგის ამბავი ძალიან კარგად ჭრის ხოლმე. მომივიდა ახლა იმდენი რაღაცა. ბავშვიც კარგად გადადის ხოლმე ეგ ამბები, რომ აი ელის კარგად გამოუმუშავდა რა ეგ, რომ ვიცი რომ იმას უნდა შენი სათამაშო, მოდი ითამაშო 10 წუთი და მერე დაგიბრუნებს. ან მოდი ითამაშე, კი არ ვარცხენ ხოლმე ეგრევე ვიღაცას რომ რაღაცა უნდა მიდი მიეცი, არა. რომ ითამაშებ და დავასრულებ, მერე მიეცი ათხოვე. ეგ მარტო ოჯახში, ანუ ოჯახიც, სკოლაც, ბაღიც, მთელი გარემო უნდა იყოს მომართული მაგაზე რა, რომ თუნდაც რიგითობის დაცვის სწავლაზე რა. ჩვენთან სკოლაში გვაქვს მაგალითად ის რა, მწკრივში დგანან ხოლმე ბავშვები და ისე გადაადგილდებიან დაწყების საფეხურზე რა, ისე გადაადგილდებიან მაგალითად კაფეტერიაში, სადღაც თუ გადიან. ბაღში ჩვენც გქონდა მე მგონი ხო? მართავს ეგრე კარგი. რაღაცა ეგრე მაქვს. სკოლაში არ ქონდა, მაგრამ ელის ბაღში იყო და მომწონდა ეგ ამბავი. ხო და ზოგჯერ არის ხოლმე ის რომ აუ მას ის რატო დგას წინ, მე მინდა რა თქმა უნდა. ამიტომ სხვადასხვა მეთოდები მოიფიქრეს მასწავლებლებმა. მაგალითად ის რომ ტომარაში ჩაყრიან, ამოიღებენ ვინც არის, ის დგება პირველი სახელებს. ხო, მაგარია. მაგალითად და რა მარტივი. ხო, ძალიან მარტივია. ან ის რომ ჩამოწერენ სახელებს მთელი კლასისას, პირველ დღეს თუ ეს არის, ის გადადის ბოლოში, მაგრამ ის გადადის ბოლოში, მაგრამ ის გადადის ბოლოში. რაღაცები, ეგეთი მარტივი რაღაცები ძალიან კარგად არის რა, დაალაგებული. ხო, და ცხოვრებაში როგორ გამოგადგება აი რომ დავფიქრდე ახლა რა. ხო. აი თამაშზე გამახსენდა კიდე ის რომ ერთი და იგივე სათამაშო თუ უნდათო, მაგ დროს რა შეიძლება ქნას მშობელმა რა. ერთი ის რომ რა ჩვენ თქვი რომ დრო გაუნაწილოს, რომ ეხა შენ თამაშობ, ეხა შენ თამაშობ. თუ ეგეც არ შველის მაგ შემთხვევაში შეგიძლია გამოვართვა ეს სათამაშო, შედო სადღაც კარადის თავზე და იქამდე სანამ არ შეთანხმდებიან ისინი. ხო, ანუ აი ესეც კონფლიქტების მოგვარებამდე მივდივართ, რომ თვითონვე მოაგვარონ ეს კონფლიქტი. შენ უბრალოდ მოაცილე ის გამღიზიანებელი. დღეს ერთის იქნება თუ ხვალ მეორის, იქამდე დევს იქ. სანამ ჩხუბს არ შევწყვეტე. ხო, მშვენიერია. იმედია ძალიან კარგად გამოგადგებათ პრაქტიკაში ხალხო, ეს მომეწონა. ბოლომბო. ეხლა დაბადების რიგითობა ახსენე, ანუ რჩევები რაღაცა ისე 5 რჩევა მქონდა მნიშვნელოვანი ჩამოწერილი და დაბადების რიგითობა რო ახსენე, ეხლა მაგაზეც მინდა ყურადღების გამახვილება. და ჩამოწერილი მქონდა პირველ შვილს ზოგადად რა მახასიათებლები აქვს თქო და მე ჩავწავლოთ. მიდიოდა. პირველი შვილი უფრო პასუხისმგებლიანია. ოჰო. მეტად ემორჩილება წესებს. მოიცა ერთი წამით. აი. პასუხისმგებლიანი როა არ მეთანხმები? ჯერ მითხარი შენი თავიდან გამომდინარე დაწერე. გამომდინარე პასუხისმგებლიანი ვარ უფრო მეტად კი. ვიდრე გიორგი. ანუ პატარაობიდან. ვიდრე გიორგი. კი. რაში გამოიხატება? თუნდაც ზრუნვაში გიორგის მიმართ ანუ რაღაცა პასუხისმგებლობას გრძნობდი გიორგის. გიორგი არ ზრუნავდა შენზე? როგორ არ ზრუნავდა ალბათ უფრო მერე. პატარა რო იყო უფრო მე ალბათ. ალბათ არა ეგრე იქნებოდა. და მე სხვა რამებზეც მაგალითად დავალების შესრულება გიორგისაც ჰქონდა ეგ პასუხისმგებლობა. უბრალოდ მე უფრო მძაფრად მქონდა. ან სახის მოწესრიგება და ის შენ უფრო მძაფრად მქონდა. ეხლა გიორგი რო ისეს აქ. ისედაც რო ვუყურებ, ესე მგონია რომ უფრო შვილებს უფრო მეტად აქვთ პასუხისმგებლობა ზოგადად ცხოვრებაში, ვიდრე მე მგონია რომ ძალიან სტერეოტიპულია ეგ რა, იმიტომ რომ არ არის დამოკიდებული ეგ რიგითობაზე. მე მგონია რომ არის. ეგ უფრო დამოკიდებულია პიროვნებაზე, რა თქმა უნდა. პიროვნებაზე და ახსნის სტილზე.
გადის ჩვენზე, მაგრამ ხო, და აღზრდის სტილზე, თორე ის რომ გიორგი რო პატარა იყო შენ იმაზე ზრუნავდი, გასაგებია ეგ ბუნებრივია. დაბადების რიგითობა იწევს მაგ პასუხისმგებლობასაც. არა, ანუ იმ დროს კი, მაგრამ მაგას ყოველ განაზოგადებ. უმეტესწილად უფროსიშვილები პასუხისმგებლიანები არიან, უმეტესწილად. არც მაგაში მეთანხმები. არა, იმიტომ რომ ეხლა დასრულ ასაკში რო აიღო, ბავშვობაში გასაგებია რა, მაგრამ თუნდაც აი თინეიჯერობის ასაკში რო აიღო. შენი აზრით ეხლა შენ უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ, ვიდრე გიორგი? ხო, ეხლა სხვა რაღაცა, აი, გააჩნია საკითხს. ხო, და ეგეც პიროვნებაზე გადის. კი. ხო, და ჩვენს მოთხოვნილებებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვაი. ვაი. დღეს მე მგონი გიორგის უტოს. გიორგი თუ გიყურებს, დაწერე რომ არ ეთანხმები და მე დამიწერე რომ ესე ძალიან აქტიურად გიცავ. მე მაინც ჩემ პოზიციაზე ვრჩები შენზე. აი. მეტად ემორჩილებიან წესებს, ამაშიც არ მეთანხმები? უფროსი, ანუ პირველი შვილი. უფრო მეტად ეთანხმები. ხო, რატო? აი, საიდან? მე ეგრე ვარ, მე ვარ ეგეთი. ანუ შენ თავიდან გამომდინარე, რატო აზოგადებ? აი, თითქოს გიორგის უფრო არ მოეთხოვებოდა, მეტი რადგან პატარა იყო და მე უფრო მომეთხოვებოდა და რაღაცნაირად მივყვებოდი და მართლა ვიცავდი იმ წესებს. პატარაობაში გასაგებია. პატარაობიდან ხო მაგას ვიძახი და რომ გაიზარდე, ხო რაღაცნაირად უფრო ვემორჩილები წესებს. ეს აღზრდაც განაპირობებს, რა სოციუმშიც გავიზარდეთ, ეგიც განაპირობებს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეგრე ვარ რა დღესაც. ხო. არ ვამბობ რომ გიორგი არ არის დღეს ეგრე, მაგრამ შენ უფრო მეტად ხარ. პერიოდში დასრულობამდე ვიდრე მივედი. ეს რას ვამბობდით, არ უნდა შეადარდეთ ბავშვები ერთმანეთს. ხო, მაგრამ რა უფრო ახასიათებს უფროს შვილს, ახლა მაგაზე მაქვს საუბარი. აი. და მე მგონია რომ ახასიათებს. მესამესაც ვიტყვი და მე შენ რაც გქონია ისინი ჩამოთვარო. ოკეი. განიცდის შედარებით რა თქმა უნდა უყურადღებობას. მაგაში გეთანხმები. მაგაში გეთანხმები. მაქსამიდან ერთადერთი რაშიც გეთანხმები არის ეგ, ოღონდ პირიქით არის უკვე რა. ბავშვობაში გაცილებით მეტი ყურადღება აქვს. კი, ვიდრე მეორე ბავშვი გაჩნდება. მეორე, ვიდრე მესამე შვილს, ან მომდევნოს. მაგრამ როგორც კი მეორე მესამე ბავშვი შემოდის ოჯახში, ყურადღება ძალიან აკლდება რა. დიახ. და ეგ ძალიან სტრესავს. ანუ ერთადერთი მივდიოდი მან რა, შეიძლება უფრო მეტად განიცდიდნენ მშობლობის დეფიციტს. ასე თუ ისე. პირველ. ხო, უყურადღებობის ამბავზე რაც მეწერა, ესე იგი მაგაში უფრო. შენ წარმოგიდგინე, მაგაშიც ბოლომდე ვერ გამოყოფი, იმიტომ რომ მეორე შვილზე კიდე უფრო ეს არის რა, წარმოგიდგინე პირველ შვილს თუ დიდი ყურადღება აქვს, მაგრამ მეორეზე ხო ნაწილდება და პირველსაც აქვს, მეორესაც აქვს და შუათანას რა. და თუ მესამეც იბადება, ამას არც დასაწყისში და არც მერე მაქსიმალური ყურადღება რაც პირველს და მესამეს შეიძლება ქონოდა, არა აქვს რა. ხო. შუათანაშვილზე გადავალ სამი შვილის მაგალითად. დავაი. არ ადარებს თავს სხვებს მეტნაკლებად, თან მეწერა. ეგრეა შენ ლაშა შუათანაშვილია და მე პირადად არც პატარას და მე უკვე გადაგაქვს კლასელებზე და ხო, მე პირადად ჩემ გამოცდილებას თუ მეკითხები, შეიძლება ძალიან იდიოტი ვარ და მაგიტომ, მაგრამ არ ვადარებ ხოლმე რა სხვებს. იდიოტი ხარ თუ პირიქით, კიდე საკითხია. ან ძალიან ის ვარ, გენიოსი ვარ და მაგიტომ არ ვადარებ. ხო, აი ეგ უფრო მინდოდა მე თქვა. სხვებს. მაგრამ ეგ არნიშნავს, რომ შუათანაშვილები არ ადარებენ, ხო? ანუ ძალიან ძნელია განზოგადება. ძალიან ძნელია, მაგრამ აი რაც უფრო მეტად ახასიათებთ, ასე ვთქვა, აი გამოკვეთილად, შეიძლება ითქვას თქო. ოკეი. კიდე რაც მქონდა, აქვთ მოლაპარაკებების უნარი. და აი უბრალოდ მე რასაც გადავხედე რა, ეს ხო გადავხედე ვიღაცებს სანაცნობოში, თითქოს მართლა ეგრეა. მაგაში გეთანხმები. მეორე ნაწილში რომ მოლაპარაკების უნარი უფრო მეტად აქვთ, კი, გაცილებით უფრო მეტად დამოუკიდებლები არიან მეორე შვილები. აი ესე მგონია რა, ეხა გიორგის ამბავიც რო ავიღოთ ახლა. უფრო მეტად დამოუკიდებელია ვიდრე პირველი შვილი. პირველზე ხო ყველაფრის გეშინია, ვაიმე ფეხი არ გადაუბრუნდეს, ვაიმე იქიდან არ ჩამოვართეს, ვაიმე. ეგ თავარი და მნიშვნელოვანი სიტყვა, ვაიმე. და მეორე რო იბადება შენ როგორც თქვი წეღან რა შედარებით ისეთი ვიხვდებით რა რაღაცებს უფრო ვიღებთ, მიმღებლები ხვდებით. მომზადებულები, ხო. ამიტომ მეორე შვილს უფრო ვაძლევთ დამოუკიდებლად რაღაცების განხორციელების უფლებას. მიდი ქვიშაში არ აუშვებს, პირში თუ ჩაიდებ. ამიტომ აი შუათანაშვილებს და მეორე შვილებსაც ესე მგონია რომ უფრო აქვთ დამოუკიდებლობის განცდა და უფრო დამოუკიდებლები იზრდებიან, თქო. ხო, შეიძლება. შეიძლება.
არის ლოგიკა მაგას. და ის მშვიდობის მყოფელია თქო მოლაპარაკებების უნარში მიდის ეგეც და უფრო მეტად მშვიდობის მყოფელია. მესამეზე გადავალ უმცროს შვილზე. უმცროსზე რაც მეწერა, შენ რაც თქვი და ჩვენ განვიხილეთ ეგ ყველაფერი, რომ ძალიან განებივრებულია. უმცროსი რო იბადება, როგორც შენ თქვი, რომ უკვე პაპა ბებიას ისინი აქვს და ოღონდ ეგ კიდე ერთხელ ვთქვათ რა კიდე ეგ რომ რასაც ლაპარაკობთ არის იმაზე უმრავლეს ჩვენი აზრით უმრავლეს შემთხვევაში და არა ის რომ ყველა განვაზოგადებთ უბრალოდ არა ხარ ზუსტად ესე ხდება და ყველა ესე არის ხო განებივრებაზე მე მგონი რომ გამეთახმები უფრო მეტად სპონტანურია ეგ მეწერა საიდან მოდის ეს სპონტანურობა შეხედვით არ ვიცი საიდან მოდის მოდი აბა შენ ვიტყვი არ მიფიქრია ახლა მომივიდა ეგ კითხვა თავში რა შეიძლება იქიდან მოდიოდეს რა იმპულსების კონტროლი უჭირს ცოტა და რაღაცები რაც უნდა ბებიები და პაპები ხომ ასე არიან რა რაღაცა უნდა ეხავე უნდა კონდეს რა და თუ მშობლებსაც ეგეთი დამოკიდებულება აქვთ უმცრო შვილთან მერე ბავშვი შეიძლება ეს განუვითარდეს რა რაღაცა მინდა ეხლავე უნდა მქონდეს და შესაბამისად სპონტანურობა უფრო მეტი იყოს ვიდრე გადავადების უნდა კონდეს. უფრო ხშირად მოსდის ხო რაღაცეები. ხო. და ზუსტად ეგ მეწერა, მეტი მოთხოვნილებები აქვს თქო. ალბათ იქიდან გამომდინარე რომ მარტივად იღებს რაღაცას. ეხლა რომ მელაპარაკები უმცრო შვილზე, ჩემდაზე მიფიქრებ ეგრევე და. რა თქმა უნდა, აბა ვისაც ახლა მეზობლის შვილზე არ წახვ. შენ შემოტრიალებ. რაღაცები თლათ ეგრე არა აქ იმას და ასე ცოტა მიჭირს რა. ხო. მაგრამ ისევ რო განვაზოგადოთ, უმეტეს წილად, მეტ ნაკლებად ახასიათებთ ხოლმე. ვეთანხმებდა მხარს. მე ისიც მაქვს ერთი შვილი, ხა მე მყავს ერთი შვილი და მაქედან გამომდინარე, ესეც უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ვიღაცებს დედისერთები არიან. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება აქვს მშობლებისგან. და გარშემოყოფებისგან, თუ ბებია პაპასაც ერთი იყავთ, მაშინ ხო საერთოდ. ერთადერთი შვილი თუა და ერთადერთი შვილია. ხო და ესე მეწერა რომ მეტად მოწიფულად იზრდება თქო, რადგან არაფრის ნაკლებობა არ აქვს და რაღაცები უფრო კარგად ერყვევა რაღაცეებში ესე მგონია. აი მშობლები ინფორმატიულადაც გვერდში უდგანან, ყველაფერს აცნობენ, ყველგან დაყავთ, ანუ ყველაფერი იცის, ყველაფერს იაზრებს, ყველაფერს იღებს და უფრო მეტი ცოდნა აქვს, ასე ვთქვათ რა, ესე მგონია. შეიძლება 5 შვილს ერთდროულად ან ვერ მისცე რა. დროის განაწილების ნაწილში გასაგებია ეგ რომ 5-ს თუ გაუნაწილებ და ერთს ექნება დრო, ერთზე გექნება კონცენტრაცია. ხო, რაღაც განვითარებული იქნება უფრო, ანუ განვითარებულიც არასწორი სიტყვა, ეხლა მოწიფული მაგიტო დავწერე რა. განვითარებული ცოტა. ანუ დროის ამბავში მესმის ეგ, რომ მშობლები გაცილებით უფრო მეტ რესურსს ჩადებენ იმ ბავშვში. სულ იმას ამზადებინებ, ასე ვთქვათ, სულ იმას ეთამაშები და რაღაც რა ვიცი. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ის ბავშვი უფრო განვითარებული ან სიტყვა ვერ მოვიფიქრე რა, უფრო მეტად რა შეეფერებოდა. განვითარებული არა. უფრო ყურადღების ცენტრში იქნება უფრო მეტად და ჩემი პირადი გადმოსახედიდან და ზოგიერთი მკვლევარის თქმითაც თუ ერთი ანუ მაგნაწილს რასაც შენ უფრო ეგოისტობას დაუკავშირებდი მე ვიდრე განვითარებას რა. რომ ამდენი ყურადღება რადგან არის ერთ ბავშვზე, შესაბამისად ოჯახში თუ ეგეთი ყურადღება, გარეთაც შეიძლება მოითხოვოს. ხო. და შესაბამისად ცოტა ეგოისტობისთან განაწილება არ უწევს სათამაშოს არავისთან. თუმცა და მე რაც მეწერა და მართალია, თუმცა ჩემი მხრიდან ვერ ვგრძნობ მაგას, თუმცა მე ზეწოლა არის მეტი წარმატებაზე თქო. რაღაცებს უფრო ვთხოვთ მე რა. ამდენი ჩავდე შენში, ხოლოდ შენში ჩავდე ამდენი. კი, ეგეც არის. ნამდვილად. მე შემაჯამებლად რაც მეწერა, ეს რჩევები მშობლებისთვის ძალიან მოკლედ. და აგიკითხავ და შენ რაში მეთანხმები, რაში არა, ან თუ გინდა ჩავშალოთ. დღეს რაღაცა ძალიან ბევრ რამეში განსხვავებული აზრი გქონდა. არა უშავს. ეგ კაია, კაცო. თორია იქამდე ხელჩართულ ჩუბამდე არ მივიდეთ. და არჩენს არა უშავს. მედი აბა გამოვიდე.
ოღონდ იცი რა მხრივ მქონდა ეს რჩევები, როგორ შეუქმნა შვილებს უნიკალურობის განცდა თქო. აჰა, ოკეი. პირველი ინდივიდუალური დრო, რაც აღნიშნეთ. ეგ არის მრავალშვილიანი მშობლებს განსაკუთრებით ეხება ალბათ. ხო, ეგ მგონია მე აი თუ რაღაცა სამყაროში არსებობს რაღაცა კიდე რაღაცები დაგათვალ. 7 წესი ერთ-ერთი ბავშვთან ურთიერთობაში რა, ერთ-ერთი ეგ უნდა იყოს, რომ ინდივიდუალური დრო გაატარო თვითონ. რაც აღნიშნეთ და ძალიან ოღონდ საჭიროა. შინაარსიანად რა, ისევ ერთხელ რომ კი, კიდე ერთხელ რომ თქვა შინაარსიანად. მეორე ხარდაჭერა ინტერესებში. ეგეც თქვით, რა თქმა უნდა, ეხა ჭოკზე ხტომეთ უმოსწონს და შენ ტანვარჯის აძალებ. ხო. მან იმიტომ რომ ეს პროფესია არის ოჯახის ან რა ვიცი, იმიტომ რომ მის ძმას კარგად გამოსდის. მან ეს გვაქვს გასამიჯნი გვაქვს ინტერესებში ხა რომელიმე ბავშვს თუ ან მოზდილს, თინეიჯერს თუ მიდრეკილება აქვს რაღაცა კულტურული მენტალიტეტისკენ ან რაღაცა კრიმინალისკენ ჯობია რომ ეგ არ დავახალოსოთ და ხარი არ დაუჭიროთ მაგაში. იმედია მაგას არ გაიაზრებდით. ჯანსაღი რა თქმა უნდა. აღნიშნეთ ამაზეც ვისაუბრეთ. მესამე ცალკე აღიარება და ქება თქო. აჰა. კი. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევაქოთ და სადღაც ბოლოში მეწერა და აქვე მინდა ვთქვა რომ შეაფასეთ მცდელობა და არა მხოლოდ შედეგი თქო. და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეიძლება რაღაცა პროექტი გააკეთა, მიიღო 6-იანი 10-იანიდან. მაგრამ ძალიან ბევრი იშრომა და რა ვიცი, ესე მოხდა. მასწავლებელმა ვერ დაინახა და ვერ შეაფასა, მაგრამ მართლა გული და სული ჩადოდა. რა მნიშვნელოვანი იყო იმ გზის გავლა, ეს უნდა აღნიშნოთ აუცილებლად. ეგეც ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ქცევის მართვაზე, ხო? ყოველთვის ვამბობთ მაგას, რომ აი მაგალითად ბავშვის წახალისება არ უნდა იყოს ესეთი, რომ რა მაგარი ბიჭი ხარ, მე მგონი ეგეც თქვით უკვე. კი, მაგაზეც ბევრჯერ ყოველთვის უნდა აღნიშნოთ ის, რატო არის კაი ტიპი რა. ან რა გააკეთა სწორად და კარგად და ის რომ ბევრი ენერგია ჩადო, ვიღაცამ შეიძლება მესით დაიბადა და თანდაყოლილი ნიჭი აქვს თამაშისა და ვიღაცა შეიძლება არის რონალდუ და ჭირდება 700 წლიანი ვარჯიში მაგისტრი. მახსენდება ხოლმე ჩვენი კლასიდანაც თუნდაც მაგალითები, რომ ხო, მე უფრო ნიჭიერი ვიყავი ხოლმე ვიდრე ბეჯითი. ხო, თუნდაც შენ და ლელაზე რო ავიღოთ, ლელა უფრო მეტს შრომობდა და ძალიან ბევრს შრომობდა. ხო, ვაშერასის ამბობს, უფრო მალე ითვისებდა რაღაცებს. თანდაყოლილი ნიჭი მქონდა. ალბათ, ხო, მაგის გამოა. მაგრამ ხო, ინდივიდუალურად უნდა აღნიშნო ესენი და შექებებიც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. ხო. ის კი არა რომ ოვერდოუზი მოგვივიდეს. ალბათ იგივე. ხო, მეც ეგ მგონია. ალბათ იგივე. hard worker-ი უფრო შენ იყავი ვიდრე გიორგი. ესე გამოდის. და მაგას მე რისკესთა შორის განსხვავებებია ძალიან ხშირად აღნიშნავ ხოლმე და მაგას აღნიშნავდნენ ხოლმე რატომღაც რომ იგოგოებს ალბათ უფრო სჭირდებათ რომ მეტი იმუშაონ რაღაცა. არა, ეგ არ მგონია. ხო და ეგ არ მომწონდა არც მე კაცო. უბრალოდ ამაში უნიჭო ვარ და მორჩა კაცო. ვაკეთებ იმიტომ რომ დავიმსახურ. თუ პასუხისმგებლობა არ გამოვიჩინო. მორჩა. მეოთხე არის მათი აზრი რომ მნიშვნელოვანია. აი ოჯახურ საკითხებში ხარ რაღაცა საბინას ყიდულობ და თქო მაგაში თუ არ ჩართავ შეიძლება წაიყვანო და ის ბინა აჩვენო და აბა შენ როგორ მოგდო რომელ ოთახში იქნებოდი ეგეთ მაგაშიც კი შეიძლება ჩართო და მინიმალურებში მაგალითად ჰადილი რა მოვამზადოთ თუმეტეს ხო მაგ დიდ გადაწყვეტილებებში ჩართვა მაგას ვეძახი რა ბინის ყიდვა იქნება თუ სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა თუ რაღაც არ ვიცი რა უფრო ისეთი მასშტაბური რაც არის მაგაში ჩართვა ბავშვს აგრძნობინებს იმას, რომ თვითონაც ოჯახის ღირებული წევრია რა და მისი აზრით მნიშვნელოვანია და მაგაში ზუსტად უნდა ჩართო ასეთ გადაწყვეტილებებში რა შეიძლება როგორც იმას უნდა ისი არ გააკეთო, მაგრამ მოусმინო უთხრა რომ რაღაცა თუ დაიჭირე ისეთი რომ საინტერესო რა ამ ეტაპზე ეს უფრო აუხსნა რა აი ეხა სადღაც აპირებ გადასვლას საცხოვრებლად, ხო? აი ნახე ამის გამო სამსახურის გამო რაღაცა არ ვიცი, იმის გამო რომ აქ ომია, რაღაცის გამო გიწევს სხვაგან გადასვლა. კი ბატონო. მეხუთე არის პირადი სივრცის პატივისცემა. აჰა. ეს ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბოთ ბავშვს.
ძალიან უმნიშვნელოვანესია. თუ ადრეულ ასაკში ზუზუთ იყვება ბავშვს და რა ვიცი ხა შენთვის არ არის რავი როგორ ვთქვა უხერხული არ არის ხო რომ ყვებო მე ნელ-ნელა იმასთან ერთად არ უნდა გამოიცვალო იმასთან ერთად არ უნდა ჩაიცვალო აქედან დავიწყოთ და შემდეგ უკვე კარზე კაკუნები და მთელი ამბები შესვლა ოთახში ძალიან მნიშვნელოვანია რა ძალიან ელემენტარულია ეგ რაც და მით უმეტეს აი ეს ქესთა შორის განსხვავებას რომ ამბობდით გოგო შვილსა და მამა შორის მით უმეტეს უნდა დავიცოთ პირადი სივრცე და დედას და ბიჭს შორისაც მაგრამ დედას და გოგოს შორისაც ბიჭს და მამას შორისაც უბრალოდ ხაზი გაუსვი ხო გეთანხმები მაგ ნაწილში და აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში რომ პერსონალური სივრცეები აუცილებლად უნდა გამიჩნო ის რომ 6 წლის ბავშვი შენთან წავს საწოლში პირობითად რა დედასთან და მამასთან არ არის უნებრივი რა უნდა უკვე ცალკე უნდა არის სასურველი მაგაში კი სხვა გზა არ აქვს მაგაზე არ საუბრობთ ხალხნოვანი მართლა 100%. ან ნახე შეიძლება იყოს ისე რომ წეღანას თქვით რა ერთ ოთახში ცხოვრობდეს 12 ადამიანი ხო ადრე მით უმეტეს იყო აი ვაჟა-ფშაველას ის რომ აქ ნანახი სახლ-მუზეუმი რაღაც ერთი დიდი ტახტი ჰქონდათ და ყველა ერთად იწვენ და კიდე 1000 ეგეთი ისინია მაგრამ პერსონალური სივრცეები შეგიძლია აი ყავს ამიშვილი და არ გაქვს სამი საძინებელი ხო რომ თითო ქონდეს შეგიძლია კუთხეები მოუწყო ისე რომ ერთის კუთხე იყოს ეს მეორეს კუთხე იყოს ეს მესამეს კუთხე იყოს ის ანუ უნდა ჩამოუყალიბო იმის განცდა რომ რაღაცები არის მისი პერსონალური მე მქონდა ერთი შემთხვევა გამახსენდა ხონდის იმაზე არ ვიცი მოგიყევი თუ არა შეშემ პირებზე იყო აბა რომელი ემას კითხულობდი ტრენინგი იყო შეშემ პირების სექსუალური განვითარება რა ხო ეგ მახსოვს რომ თქვი მაგრამ მე აღარ ვიცი და კახეთში ვკითხულობდი ერთ ადგილას და მშობელი იყო რა მოსული და მეუბნება რომ აი ჩემი შვილია მასტურბირებს რა და ვერაფრით ვერ ავუხსენი ისო რომ ეს არ ქნასო მეთქი რამდენი წლისაა თქვენი შვილი 34 თუ 35 წლის პარტნიორი ყავს არ ყავს აბა ანუ სივრცეში მასტურბირებს და აი ტვალში შევა და ჩაიკეთება და იქო და მეთქი თქვენ რას აკეთებთ ამ დროს ხო და მე ვდივარ უკაკუნებ რომ გამოდი შესასიფთილე და გამარაკედა რაღაცა ნერვიულობ მაგ საკითხზე რომ შეშმოებთან დაკავშირებით კი არა ზოგადად ძალიან დაბალი ცოდნა გვაქვს სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით აი ხო ანუ რაღაცა ნუ შეუვარდებით ტუალეტში თქვენ შვილებს ან რა ვიცი თავის პირად სივრცეში და აი კაკუნზე გამახსენდა ეგ რა და ხო ან პირველი რაც გახსენდება ალბათ ეგ არის მაგრამ მაგის გარდა ადამიანი მეცადინეობს თუნდაც და აზრი ეფანტება ან მეც ან მართლა პირველი ვისაც რა ახსენდება არის ეს სექსუალურთან დაკავშირებული რაღაც მოთხოვნილებები მაგრამ ელემენტარული არის მართლა ვიღაცას აქვს მოთხოვნილება ტკბილის ჭამის და შენ უკრძალავ და შეუვარდები და გამოიჭერ და რაღაც შიშს აგრძნობინებ შერცხვენას აგრძნობინებ ხო ტკბილის ჭამა კიდე ის არის კიდე სხვა თემაზე გადავედი რა თქმა უნდა უბრალოდ სქესობრივი მოთხოვნილებები მასლოუს თუ დაუჯერებთ ეს არის რა ბაზისური მოთხოვნილებებია და შესაბამისად ეგ თუ არ დაკმაყოფილდა იმაზე ასაკობრივად თვით აქტუალიზაციამ და ვერავა რთული საკითხია და ეგ საკითხი ვფიქრობ რომ საქართველოში საერთოდ წავედით ახლა მანდ რჩევა იყო აპირადი სივრცე ხო ხო და საქართველოში დაუბალანსებელი არის ეს საკითხი ესე მგონია რომ ჩემ გარშემო განსაკუთრებით კიდე მანდ არის ხოლმე ტყუპებს რო ერთნაირად აცნავენ ხო ეს არ მქონდა რჩევებში მაგრამ აი მაგალითი არის ტყუპები არსად არ მეწერა ხო ტყუპები თუ არიან ჩვენს ყავდა გახსოვს სკოლაში ერთნაირად აცმევენ თმის ვარცხნილობა ანუ ყველაფერი ერთნაირი აქვს რა ძალიან უკარგავს ეგ ინდივიდუალურობას ბავშვებს რომელსაც რა უნდა ის ჩააცვით არ არის საჭირო რომ ესე გადაჭრილოთ ერთმანეთს გავდნენ ეგ რა მნიშვნელოვანი რაღაცაა რა ვიცი თუ ტყუპების მშობლები ვიყურებთ ძალიან დასაფიქრებელია მე-6 ვიტყვი თუ შეიძლება ეს არის აღნიშნეთ ოჯახური შეკრებებისას თქოთან მივაწერე წარმატებებით ხო ბავშვის წარმატებებთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ
მაგალითად, აი დღეს რაღაცა ლექსი მოვყვა და 10-იანი მიიღო თუნდაც. ან შეჯიბრზე იყო რაღაცა პიანინოზე უკრავს, ფორტეპიანოზე და შეჯიბრზე იყო და რაღაც კარგი შეფასებები დაიმსახურა. იცით? ეს ძალიან დიდ ახალისებას და თავდაჯერებას. მეგობის ოჯახი როცა იქნება. არა, მე თვითონ ოჯახზე ვამბობ. შიდა. ოკეი. ან კიდე უფრო უარეს ვარიანტში. ხო, ეგ რაც ბავშვი რო გეუბნება მაგას რო მოდი შენთან და დედიკო დღეს რაღაცა 5-იანი მივიღე 10-იანი ხო ბოდიში არ დაიგნოროთ მაინც რა უი რა კარგად გიშრომიან რაღაც უნდა შევიმჩნიოთ აუცილებლად და აღნიშნოთ და სხვებთან ახლა წადი საქმეს ვაკეთებ აი გეტყვი ერთ რაღაც ისეს რომ ამას რო წერ გამახსენდა რომ დედაჩემს არ უყვარდა ხოლმე ჩვენი ეს წარმოჩენა რომ აი ამაში რა მაგარია ჩემი შვილია არ გვაქვს ხოლმე სხვებთან, არც ოჯახში, რომ და რას ამბობდა? იშვიათად ოჯახში ხა როგორ არა, იშვიათად. ვიღაცა რომ შეგაქებდა ჩვენს ამბობდა. ჩვენზე ლაპარაკი არ უყარდა ხოლმე, არ ამახვილებდა ყურადღებას, უბრალოდ არ ამახვილებდა ყურადღებას. ან მე ვიცი რასაც ამბობდა. მე და დედაჩემიც იგივეს აკეთებს, დღემდე იგივეს აკეთებს რა. როცა რამეს ეუბნები შვილზე კარგს, ამბობს რა, ხო, რა ვიცი, ან უკეთესი შეიძლებოდა. და შენც ამბობდა მაგას. ალბათ ამბობდა მაგას, მაგრამ აი ზოგადად ხო უფრო იგნორის ამბავშია. ანუ უფრო იუმორში ატარებდა ხოლმე მაგას რა. არა და ძალიან მნიშვნელოვანია თვითშეფასების გაზრდისთვის ბავშვში. ხო, მაგრამ მე მესმის აი უხერხულობა რა შულზე როცა გეუბნებიან მაგას რომ აი ძალიან კარგად მეც მაქვს ხოლმე ეგ უხერხულობა, მაგრამ მაინც სადღაც უსვამ ხოლმე ხო ეგრეა კი. ანუ უბრალოდ მადლობა შეგიძლია უთხრა რომ ძალიან დიდი მადლობა რომ აღნიშნეთ. მაგრამ მე ხაც ის სულად ხვდება ხოლმე რომ ახსენდება რა. და იმას ვერ ხვდები რომ დეაშენს გწევს რაღაცებში იმეორებ მიკომ. კი როგორ არა კაცო. ეგ ბუნებრივია რომ რაც არ უნდა მასწავლით კონდეს და რაც არ უნდა მართლა ნაკითხი გქონდეს გადმოგდევს რომ მთელი ცხოვრება რომ დედასთან გაქვს ურთიერთობა და არ არის ბუნებრივი? კი. დაუშვებ რაღაცას შეცდომებს ან პირიქით კარგ რამებსაც გადმოიტან. მე ამით შეფასებები რჩევები ბოდიში ამოვწურე. თუ კიდე გაქვს რამე დასამატებელი თუ არა ამ თემას მოვხსნით. მე მგონი არაფერი არ მაქვს დასამატებელი. თუ რამე გაგვახსენდება, შეგვიძლია ყველაფერს შევეხეთ და ან სხვა ვიდეო ჩავწეროთ ან მე რაღაცა ვიდეო ვიდეოები შევწერა სხვა ჭრილში უკვე დედმამიშვილებთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე. ჩაო. Bye.